რადიკალური ოპოზიცია იმდენად უიმედოდ არის, რომ 4 ოქტომბრისთვის ალბათ ყველანაირ ექსტრემიზმში გადავლენ. ჩვენ ვხედავთ მათ საჯარო განცხადებებსაც და ის არასაჯარო მოსაზრებებიც და იდეებიც, რომელიც მათ აქვთ, რომელიც ასევე საბედნიეროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვისაც ალბათ მაქსიმალურად არის ცნობილი. ეს ყველაფერი მიემართება ამ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებში ნული შანსი აქვთ, მათაც კი, ვინც მონაწილეობას იღებს, რადგან ისინი ამ ერთი დიდი ბოროტი ძალის ნაწილი არის და ისინიც ხომ საერთოდ ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, არაფერი დარჩენიათ, რომ ქუჩაში მოახდინონ მათი სიტყვებით მშვიდობიანი დამხობა, ასეთი ვარდების რევოლუციას პირდებოდნენ ხალხს და სისხლიანი 9 წელი მივიღეთ, ძალიან კარგად ვიცით, როგორი არის მათი მშვიდობიანი, ყველა განცხადება ყველანაირ ძალადობას და არამშვიდობიანობას მოასწავებს, რაც შეეხება ადამიანებს, ვინც აი ეს საჯაროდ და პირდაპირ არიან დაკავშირებული ძალადობის ორგანიზებასთან, როგორც ბატონ კუპრავას, თუ როგორც არის მისი გვარი, მოუვიდა და შესაბამისად იქნა პასუხგაცემული სამართლის და კანონის მხრიდან, ანალოგიური რეაგირება იქნება სახელმწიფოსი ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს კანონი და სახელმწიფოს და დემოკრატიის წინააღმდეგ წავიდეს. ასევე უნდა ვკითხოთ გაერთიანების საქმეში 1 ოქტომბრიდან არჩევნებზე, ან ზვიად კუპრავაზე თუ არის ხო არ გეჩქარება? როგორც თავად ჩანაწერიდან ირკვევა, ზვიად კუპრავა განსხვავებული სიტყვებით ცდილობდა აეღწერა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ამიტომ ამ ყველაფრის გატარება და რეაგირების გარეშე დატოვება წარმოუდგენელი იყო, შესაბამისად მან მიიღო ის პასუხი, რომელიც ყველა ნებისმიერ სხვა მოქალაქის შემთხვევაში კანონიერად იქნებოდა მისაღები. ვერ იქნება ინდულგენცია ის ფაქტი, რომ ისინი პოლიტიკაში მონაწილე პირებს წარმოადგენენ. რეალურად ისინი პოლიტიკაში კი არა, რადიკალიზმში მონაწილეები არიან. ნაციონალურ მოძრაობას დიდი ხანია უკვე მისი დაფუძნების დღიდან ძალადობა აქვს გადაწყვეტილი ქართულ ხალხზე და 4 ოქტომბერს ვფიქრობ, რომ ეს ამ ძალადობას უნდა დაედოს ბოლო. რადგან ბოლო მათი მცდელობა და გაფართხალება არის იმისა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოაწყონ ესეთი მავნებლური მოქმედებები. გეკითხებოდით გაერთიანებულ სამეფოზე 1 ოქტომბრიდან უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა ამოქმედდა, რათა გარეჩარეებისგან იყოს მეტად ჯანმრთელი ქვეყანა. ჩვენ გვახსოვს საქართველოს დამარცხებაში კრიტიკა შიგნით ქვეყნის გარეთ. ახლა რას ვხედავთ და თუმცა მაჩვენებელი არის მსგავსი პროცესი. მათგან განსხვავებით ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ამოქმედა უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონმდებლობა და რეგულაციები, რა თქმა უნდა, მათი სურვილი, რომ საკუთარი მოქალაქეები იყვნენ დაცული არის ლეგიტიმური, ისევე როგორც ლეგიტიმური იყო ჩვენი სურვილი, რომ ქართულ ხალხს ცოდნოდა ყველა უცხოური დაფინანსება, რომელიც საქართველოში შემოდიოდა და ეს ყველაფერი ყოფილიყო გამჭვირვალე. თუმცა ვიცით ჩვენ შემთხვევაში, როგორ ვნებოდა ხელვა, სუბუქად რო ვთქვათ, მოყვა ამ ყველაფერს და რამხელა კრიტიკის და თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდით. ამ შემთხვევაში, რადგან ბრიტანეთზე ვსაუბრობთ, მათი ეს ინიციატივა ალბათ პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს. მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რომ მიუხედავად იმისა, საკმაოდ პიარულად კარგად აქვს შეფუთული, რომ თითქოს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მიემართება, რეალურად კანონმდებლობა ყველა ქვეყნიდან, ყველა უცხოური დაფინანსებას გულისხმობს და საკმაოდ მკაცრი სასჯელი არის 2 წლიდან 5 წლამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ ბრიტანელ კანონმდებელს აქვს უფლება, რომ საკუთარ მშრომელ მოქალაქეს მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იდენტურად შეგვიძლია ჩვენს და ველით მათი მხრიდანაც პოზიტიურ შეფასებებს. ამავდროულად ასევე მინდა ასე ვთქვათ, სიხარულით აღვნიშნო, რომ როგორც ფარა გვაძლევდა საშუალებას, რომ ჩვენი მავნებლების ამერიკაში შეტანილი და დაფინანსებული პროექტები გაგვეგო, მაგალითად ჯო ვილსონი თუ სხვა ლობისტები, რომლებიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, იდენტურად დიდ ბრიტანეთში ამოქმედებული კანონმდებლობა მოგცემს საშუალებას, რომ ყველა ის ნეგატიური განცხადება, რომელიც რიგი პოლიტიკოსებიდან მოედინებოდა დიდ ბრიტანეთს გულისხმობ, იყოს ბოლომდე გაშიფრული და ვისი ფინანსები თუ პოლიტიკური ინტერესი ფიგურირებდა და იდგა უკან ამ განცხადებების, რა თქმა უნდა, უფრო ნათლად გვეცოდინება. ერთსაც ვიკითხავ ქართული ოცნების
საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გავრცელებული წერილთან დაკავშირებით იქ საუბარი იყო იმაზე, თუ რა არჩევნის წინაშე უნდა დგას ახლა ქართული ხალხი და განვლილ 13 წელთან დაკავშირებით. თქვენ როგორც ქართული ქსოვის წევრი, რას ეთქვათ ახლა მოგჩვენოს მაშინ, როდესაც მცირე ხანია არჩევნებამდე, რა არჩევნის წინაშე დგას ახლა საზოგადოება? ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან მოყოლებული ქართულ ხალხს გამარჯვების და წარმატების გზაზე ატარებს, ამიტომ ახლაც ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ მისი წერილი ნათელი ასე თქვათ მიმართულება იყო. Რა თქმა უნდა, 1 ოქტომბერი, რომლის აღსანიშნავადაც ეს წერილი დაიწერა, მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებდა, რამხელა ბრძოლები გვაქვს მოგებული იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის შიგნით ჰქონდა და გვყავდა ნაციონალური მოძრაობის სახით, თუმცა არანაკლები გამოწვევები მოდის მათი უცხოელი ლობისტების და პატრონების მხრიდან. ამიტომ 4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ უნდა გახდეს ქართული ხალხის და ამ ქვეყნის გამარჯვების დღე და კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტი უკვე შემდგარი ფაქტია და ვერავინ ვერანაირი დაფინანსებით, გავლენით, განცხადებებით თუ მუქარით ვერ შეცვლის ქართული ხალხის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი არის დემოკრატიის საფუძველი და დემოკრატიის საფუძველად არჩეული ხელისუფალი, ამ შემთხვევაში თვითმმართველი ორგანოები, რა თქმა უნდა, შეუდგებიან საქმიანობას. ხალხი გუნდის შიგნით არჩევნებზე მისთვის მოწოდება, გარეშე საფრთხეებზე საუბრობ და ის თეთრის და შავის გარჩევისურა, ეს იყო მთავარი აქცენტები მის წერილში. აი, რო შევაფასოთ მისი მხრიდან რა გზავნილია ეს ქართული ხალხის მისამართი? 13 წლის თავზე იმ დიდი გამარჯვებიდან ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მომენტზე, რომელიც ჩვენ ქართულმა ოცნებამ, ქართულ ხალხთან ერთად გავიარეთ. მათ შორის იყო ბევრი იმედგაცრუება, ბევრი რთული მომენტი, მათ შორის ღალატის თუ სხვადასხვა ნეგატიური პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ ამორჩეულთან ერთად ამ ყოველფერს კარგად ვართმევდით თავს. 1 ოქტომბრის წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქართულ ხალხს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში უნდა დააფიქსირდეს მათი მკაფიო ნება, რომ საქართველოს ბედი წყდება ქვეყნის შიგნით და ეს დღეც კიდევ ერთი ასე ვთქვათ გამოწვევა არის, რომელიც მშვიდობიანად და წარმატებულად უნდა გადავლახოთ. ევროსაბჭოში დაგეგმილ დებატებზე გკითხავთ, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ დღეს და უკვე მზად არის რეზოლუციის პროექტიც, დემოკრატიის ოკუპაციაზე საუბარი, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე და ასევე საუბარია და შეშფოთება გამიქმული საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც ნაცმოძრაობის რეჟიმს იძლიერდა. როგორ ახასებთ ამ დოკუმენტს? ისდრა იმის ფონზე, რომ ევროკავშირის ჯამურად ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 0%-ს მიახლოვებული არის, იმის პარალელურად, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების საზღვრები მუდმივად ირღვევა რუსეთის მხრიდან, იმის პარალელურად, რომ მათი მცდელობები, რომ რამენაირად ასე ვთქვათ სხვა ქვეყნებში ჩაერიონ და გარკვეულწილად დააზიანონ, წარუმატებლად მიმდინარეობს, ნამდვილად გასაკვირი არის, რაზე დებატებენ და რა რეზოლუციის მიღებას აპირებენ ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, არ არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, ისინი არიან იმ ერთი დიდი გლობალური ომის პარტიის, როგორც ჩვენ საერთოდ დასახელებით უწოდებთ, ნაწილი, რომლებიც ყველა ძალას ხმარობენ, რომ საქართველოს 2022 წლიდან მოყოლებული ყოფილიყო საომარი ბელი, ახლა კი იყოს არეულობის პლატფორმა. სწორედ ამ არეულობას მიემართება მათი სურვილი, რომ ყველა არჩევნების წინ რაღაცნაირად გაამწვავონ დებატები იქნება თუ განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ და ისიც კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი არ მუშაობს ქართულ ხალხზე, ბრძენი ქართული ხალხი იმ მათი დახმარების გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს. არჩევნების დაკვირვების ნაწილზეც აქვს რეზოლუცია, რომ შეშფოთებულები არის იმის გამო, რომ არავინ არ დააკვირდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. რა იქნება თქვენი პასუხი მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად მოიწვია ფონდა და იყო საქართველოს ქვეყნის მცდელობები, რომ საერთაშორისო სპარისის დაგროვებდნენ თვითმმართველობის არჩევნებს. როგორ უპასუხებთ ამ ევროპარლამენტარებს და ამ რეზოლუციის ის რა არავის არ დაუშლია მათთვის, რომ ამ პროცესს დაკვირვებოდნენ, ამიტომ გასაკვირია, რაღაც ღია კარის შემტრევას გავს ეს ყველაფერი. პირიქით ჩვენ მოვიწვიათ ევთოოდირიც, იცით რომ მოლოდინიც ჰქონდა, რომ იმ ზეწოლის და ბულინგის შედეგად ისინი უარს იტყოდნენ და ასეც განვითარდა პროცესები, თუმცა ნებისმიერი სხვა მისია
თავისუფლად შეეძლო რომ ჩამოსულიყო და დაკვირვებოდა. Რა თქმა უნდა, ეს არის ფარსი, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ეს მათი why wish იმასთან დაკავშირებით რომ ვერ დააკვირდებიან საქართველოში არჩევნებს, მხოლოდ პროცესის და აი ამ რაღაცა ბოლის შექმნისთვის არის გამოყენებული. რეალურად კი ვინმეს თუ უნდა დაკვირვება შეეძლო ჩამოსულიყო და ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილები მივიყვანდით ყველა იმ ასე ვთქვათ საარჩევნო უბანზე, სადაც მათ ექნებოდათ სურვილი და ისინი ნახავდნენ ძალიან დაალაგებულ, მოწესრიგებულ და უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებს. მინდა გითხოთ ირაკლი კობახიძის დანიაში ვიზიტთან დაკავშირებით. ექნებოდა რა ირაკლი კობახიძეს ორმხრივი შეხვედრები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, იმიტომ რომ ოპოზიცია იხსენებს მაგალითად 2 წლის წინ კობახიძის ვიზიტს და ამბობს, რომ ორმხრივი შეხვედრები მას არავისთან არ ჰქონდა. ახლა გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ვინმეს ექნება სურვილი, რომ ირაკლი კობახიძეს ორმხრივად შეხვდეს და რა იქნება მთავარი გზავნილები, რითაც კობახიძე ჩავიდა სამი-წელი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაგიხარდათ, რომ პრემიერ-მინისტრი დანიაში იმყოფება, იმ მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობს და ზოგადად პლატფორმაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მას აქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, მათ შორის რა თქმა უნდა შეხვედრა არის ორმხრივი. თუ თქვენ იმას გულისხმობთ, რომ როგორც თქვენი ტელევიზიის ფავორიტი რადიკალები კონკრეტული დავალებების მიხედვით ჩადიან და უბრალოდ ვიღაცის დავალებების მისაღებად ხვდებიან იქ თავის პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრები არ იქნება, იქნება პარტნიორული შეხვედრები, სადაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს ყველა იმ საჭიროებო საკითხს, რომელიც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. Deep State ელემენტებში იქნება საუბარი რამე სხვა უფრო რა იქნება კონკრეტულ და ხალხის გასაგებ საკითხებზე ხალხთან. იცით რა, დახურულ შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრი რაზე ისაუბრებს, არც ჩემი და არც ზოგადად საჯარო განსახილველი არ არის, რადგან ეს დახურული შეხვედრა არის. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება განხილული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი პარტნიორები უნდა იყვნენ საქმის კურსში. რაც შეეხება საჯაროდ, რა თქმა უნდა, საჯაროდ ნათქვამი თქვენთვისაც ცნობილი იქნება და შესაბამისად მოისმენთ. უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც გითხავთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს მუსიკალური ცნობის წევრების ძალიან ბევრი კითხვა უჩნდება იგი უნივერსიტეტების მისამართით, კურსში მამუკა მინარაძემაც განაცხადა ეთერში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს საკითხს, რა შეიძლება იყოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, შეიძლება თუ არა რომ უნივერსიტეტს მაგალითად ლიცენზია შეუჩერდეს ან აკრედიტაცია ან რა ფორმით შეიძლება გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. საუბარი არის გვერდისავლით თანხების ჩარიცხვაზე და ასევე საუბრობენ რომ რაღაც გარემრიალებები იქნება უნივერსიტეტებში. ჩვენ კითხვები არ გვიჩნდება, ჩვენ ზუსტად ვიცით და ფაქტებით არის დადასტურებული, რომ უნივერსიტეტების რიგ ნაწილში, მაგალითად მიშა სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში, რევოლუციონერების და ტერორისტების გადამზადების ცენტრები არის მოწყობილი, კლუბები და ძალიან ლამაზი შეფუთული დასახელებებით ადამიანებს და ახალგაზრდებს უკეთებენ რეკრუტირებას. ეს უკვე გასაჯაროებული ფაქტია, დაწყებული ფრანკლინის კლუბიდან მოყოლებული იმ კონკრეტული კლუბით, რომელზეც ერთ-ერთ გადაცემაში იყო საუბარი. ჩვენ ვნახეთ სქემა, რომლითაც გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა და მისი უნივერსიტეტი აფინანსებს ამ რადიკალიზმს. თავს უყრის რაღაც რაოდენობა რადიკალურ და ექსტრემის ახალგაზრდებს, ასწავლის, რომ ტერორი რიგ შემთხვევაში და ტერორიზმი რიგ შემთხვევაში გამართლებულია და აკეთებს ყველაფერს, რომ გამოყვებოს ის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული აქციები, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობს. ამიტომ ერთი მხრივ არც კითხვები გვიჩნდება და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, გვაქვს იმედი და სურვილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ყველა ასეთი ფაქტი იყოს გაშიფრული და როგორც კანონი და შესაბამისად წესები მოითხოვს, რადგან უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში თავის ძირითად დანიშნულებას, როგორც ხედავთ, არასრულებს და ცოტა სხვა მიზნებისკენ იხრება, იყოს შესაბამისად პასუხგაცემული. როგორი აი შესაბამისი პასუხი რა იქნება? შეიძლება 21 საუკუნეში ნახოთ, რომ საქართველოში უნივერსიტეტებს ხურავენ მაგალითად? მე არ ვარ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, მათ შორის არც უნივერსიტეტების საზედამხედველო ან არეგულირებელი ინსტიტუცია, არც სამართალდამცავი ორგანიზაცია, თუმცა სტრუქტურა, თუმცა როგორც ვხედავთ, უნივერსიტეტები, ამ შემთხვევაში ალასანიას უნივერსიტეტი, რადიკალურად ცდება თავის ძირითად მიზნობრიობას და გახდა რევოლუციის ცენტრი. ეს არის უბრალოდ სასტარტო მოსაზრება და სასტარტო მოცემულობა, საიდანაც ალბათ ნებისმიერმა სხვა
შესაბამისმა სტრუქტურამ უნდა დაიწყოს ფიქრი, რა დანიშნულება აქვს ამ უნივერსიტეტს. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ როდესაც გამჭვირვალობის და ფარას კანონმდებლობას ვღებულობდით, ჩვენ გამიზნულად, იმიტომ რომ არავის არასწორი ინტერპრეტაცია არ მიეღო, ან არ დაზიანებულიყვნენ სტუდენტები, ახალგაზრდები და განათლების, უმაღლესი განათლების სფეროს არ მიყენებოდა რაღაც ზიანი. უნივერსიტეტები, რომელსაც კომერციული მიზნობრიობა ჰქონდა, ამოვიღეთ იმ, ასე ვთქვათ, ჩამონათვალიდან, რომელსაც სჭირდებოდა დარეგისტრირებულიყო ამ რეგისტრაციაში და ჩვენ ძალიან კარგად გავითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ განათლების სფერო არის ის ძალიან ფაქიზი სივრცე, სადაც სახელმწიფო არ უნდა შედიოდეს და რაღაც ესეთ მოძრაობებს არ უნდა აკეთებდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში შეპესე ალასანიას უნივერსიტეტმა იპოვა გამოსავალი იმ კანონმდებლობიდან, რომელმაც გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს და სამწუხაროდ საკმაოდ გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ რევოლუციურ სცენარებს. ან ჩემთვის უცნობი არის ვისთან დაკავშირებით შეიძლება რაიმე პროცედურები გავრცელდეს, ან ზოგადად უნდა გავრცელდეს თუ არა, ამას თუ საჭირო არის. მე მიჩნდება პოლიტიკური კითხვები, ჩემი პოლიტიკური შეფასება არის, რომ სწორედ ეს უნივერსიტეტები, რომლებიც ამ სქემით მუშაობენ, აფინანსებენ აი იმ ექსტრემიზმს და ტერორიზმს, რომელიც ჩვენს პარლამენტის წინ მიმდინარეობს. მათ შორის ცხადად ხედავთ, რომ ეს ადამიანები არანაირად არც გულწრფელები და არც რაღაცა ანთებულები არ არიან საქართველოს სიყვარულით, ნუ იმას რო თავი გავანებოთ, რა საქმეს ემსახურებიან, ძალიან კარგად დაფინანსებულები არიან და არავინ არც ერთი დღე არ დგას დაფინანსების გარეშე. ამიტომ ეს გამოკვებილი ქვეყნის აგენტურა და ქვეყნის მოღალატე ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასაჯაროდეს, აი ის ორგანიზატორები, ვინც სამწუხაროდ ამ პროცესებს ასე ვთქვათ უდგანან სათავეში. მეც დაგისვამთ ორ კითხვას დაგისვამთ, არჩევნებს უკავშირდება ორი კითხვა, ერთი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მან თქვა, რომ მოუწოდებდი ოპოზიციის დიდ ნაწილს არ ჩართულიყო, გაითვალისწინა დიდ ნაწილმა, თუმცა ვინც იღებს მონაწილეობას მთავრობის ზეგავლენის გამო და ამ განცხადებების ფონზე თქვენ ბოიკოტის მოწოდების კონტექსტში რა როლს ხედავთ სალომე ზურაბიშვილის და მის ავტორიტეტს როგორ აფასებთ თუნდაც პოლიტიკურ სპექტრში? მე ზოგადად ვიკითხა, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილს არ უკავია არანაირი პოზიცია, არანაირი თანამდებობა. სალომე ზურაბიშვილმა თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ სამწუხაროდ პრეზიდენტად. სალომე ზურაბიშვილი ვერ შედგა ლიდერად, სალომე ზურაბიშვილი არ მიიღო ოპოზიციურმა პარტიებმა, სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს არაფერს იმისთვის, რომ მისი განცხადება რაიმე დატვირთვის ან დანიშნულების მატარებელი იყოს. მათ შორის მათთვისაც, ვისთვისაც ის ამ განცხადებებს აკეთებს. მეორე კითხვა, პრეზიდენტი რომ იყო, მაშინ რას წარმოადგენდა პრობლემა? ის იყო ჩვენი პრეზიდენტი მანამ სანამ ამ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდა. რაც შეეხება მეორე კითხვას, მმართველი გუნდი, მათ შორის მამუკა მდინარეზე გუშინ საუბრობდა არჩევნებზე გარეთ ჩარევის კონტექსტში, მაგალითად ექსოგენის სახელს მაგალითი მოიყვანა და სრულ ბომბებზე შეტყობინებებიც არის ამის ნაწილიო, ასე ფიქრობენ მმართველ გუნდში. აი ხედავთ თუ არა თქვენ რეალურად რაიმე საფრთხეს, რომ არჩევნებზე ჩარევა ხდებოდეს ან გარედან, ან სრულ შეტყობინებებზე? ფაქტია, რომ ამ ჩარევების მცდელობები არის. მეორე მომენტი არის, რამდენად გამოუვათ. გარედან მომდინარეა ეს რაღაც დიდი ნეგატივი, მათ შორის წარმოუდგენელი მავნებლობა, დიდ ძალიან ასაფეთქებელი ნივთიერებების საქართველოში შემოგზავნა, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს გავლით უნდა წასულიყო ეს ასაფეთქებელი ნივთიერება თუ აქ უნდა დარჩენილიყო, რისკი იდენტური იყო ამ შემთხვევაში. მათ შორის ის სრულ განგაში, სადაც როდესაც რიგ სახელმწიფო სტრუქტურებში ირეკება და ბომბთან დაკავშირებით სრულ ინფორმაცია მიეწოდებათ, ესეც სამწუხაროდ უკრაინული ნომრებით ხორციელდება და დიდი კითხვა ისმის, რა როლი აქვს ზოგადად უკრაინაში მყოფ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში მიმდინარე არეულობასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, როდესაც ქვეყანა ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და ომის შედეგად განადგურებული არის, რომ იცლის და არანაკლებ დიდ მავნებლობას, ვიდრე საკუთარ ხალხს გაუკეთა, არანაკლებ დიდ მავნებლობას უკეთებს ამ შემთხვევაში საქართველოს.